გიორგი ტუმასიანი შემოგვიერთდა, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი. ჩვენ ვსაუბრობთ იმის შესახებ, რითი განსხვავდება ტრამპის მოქმედება, რიტორიკა ამ შემთხვევაში ჯერ მოქმედებაზე არ გადასულა და პოლიტიკა საქციელი პუტინის საქციელისგან, ხო, რომელიც ამბობს, რომ აი მე რაღაც ტერიტორიებზე დავიპყრო, უკრაინა სახელმწიფო არ არის და ასე შემდეგ, ხო? და საქართველოს რაღაც ორი გუბერნია იყო თბილისის და ქუთაისის. ტრამპისგან, რომელიც ამბობს, რომ აი რაღაც მე 51 შტატი არის ჩემი კანადა, გრენლანდია მე უნდა წავიღო და სხვა ქვეყნების ტერიტორიები უნდა, ასე ვთქვათ, ავითვისო. ხო, ეს მისი განცხადებები ხო ლეგიტიმაციას ახდენს პუტინის მოქმედებებს, ხო, ამერიკას თუ აქვს უფლება რაღაც პრეტენზია განაცხადოს კანადაზე, გრენლანდიაზე, მაშინ პუტინს რატო აქვს უფლება საქართველოზე და უკრაინაზე განაცხადოს პრეტენზია. ხო, აი რასთან გვაქვს საქმე, რა ხდება სოფლიო პოლიტიკაში? ნამდვილად მოგესალმებით, ნამდვილად სახიფათო განცხადებები არის, იმიტომ რომ გარკვეულწილად ეს არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტს. თუმცა რა თქმა უნდა, ეხლა შეერთებული შტატების პირდაპირ შედარება რუსეთთან შეუძლებელია, იმიტომ რომ იგივე შეერთებული შტატები ქმედებებით ამას არ ახორციელებენ. არანაირი სამხედრო მოქმედებები არ დაუწყია, ფაქტია. უბრალოდ იგივე პანამის არქის შემთხვევაში ხედავთ, რომ ისაუბრა სამხედრო მოქმედებებზე, მაგრამ ზეწოლა მოახდინა იმისთვის, რომ BlackRock-მა უკვე, უმსხვილესმა ამერიკულმა კორპორაციამ იყიდა ორივე პორტი, რომელიც მდებარეობს პანამის არქის ორივე მხრიდან. შესაბამისად, ჩინეთის გავლენები იქ უკვე შესუსტდა. გეოპოლიტიკური ნაბიჯია უბრალოდ ერთი მხრივ ტრამპი თამაშობს ავტორიტარების წესებით, მაგრამ მეორე მხრივ ამით ნამდვილად აძლევს ამ ავტორიტარებს ლეგიტიმაციას, მაგრამ აქ მთავარი კითხვა იცით რაში არის? ამ ავტორიტარებს ამ ტრამპის ლეგიტიმაციის მიღმა რამე პრობლემა თუ ქონდათ ზუსტად იგივეს გაკეთებაში, რასაც აკეთებენ? არა. შესაბამისად, გარკვეულწილად ტრამპი ახლა იგივე მიდგომებს იყენებს ბევრ საკითხში და ერთადერთი პრინციპი ამ შემთხვევაში დგას ამერიკის ინტერესები. ანუ პირობითად თუ იგივე ლოგიკით მაშინ ჩინეთს შეუძლია ტაივანზე განაცხადოს პრეტენზიები, რა ლოგიკითაც ამერიკამ განაცხადა პანამის არხზე პრეტენზიები, იქ შეერთებული შტატები ამას არ დაუშვებენ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. შესაბამისად, მთავარი საკითხი ის არის, რომ საქართველოს და უკრაინაც აღმოჩნდეს ამერიკის ინტერესებში იმისთვის რომ ეს არ მოხდეს. სამწუხაროდ ტრამპი ხო, ამას ვამბობ, რომ თუ შენ გინდა რაღაცა რომ მიიტაცო, შენ თუ ასე აზროვნებ, ესე იგი შენთვის ლეგიტიმური ჩანს პუტინის აზროვნებაც და პუტინის საქციელი რომ რაღაცები მიიტაცო. ანუ ეგ არის აქ სახიფათო, ანუ ტრამპის ინტერესებში კი არ აღმოჩნდებით ჩვენ. ტრამპმა შეიძლება თქვას, რომ სწორია პუტინი. რა, მასაც აქვს უფლება, ახლა მეც თუ მინდა აგერ კანადა და გრენლანდია, მასაც უნდა უკრაინა და საქართველო ან რომელიც სხვა ქვეყანა. ანუ აქამდე შეიძლება მივიდეს და მისი ეს განცხადებები ამ შუამავლობაში რაც კეთდება აქამდე ხო მისი წარმომადგენლის განცხადება WorldCoffee-ს, რომელმაც მოყვა რომ რაღაცაი პუტინი ლოცულობდა ტრამპზე და ტრამპი და პუტინი რაღაც ერთმანეთს კარგად უგებენ და ასე შემდეგ და ის რომ უკრაინამ ტერიტორიები უნდა დათმოს ვეღარ დაიბრუნებს. ამაზე მიანიშნებს, რომ მათი შუამავლობა შეიძლება ამით დასრულდეს. არ ვიცი, რას ფიქრობ გიორგი? და მე ისე ეს გავს, რა თქმა უნდა, იგივე შეცდომას, რომელიც მიუნხენში თავის დროს დაუშვეს პრინციპში მოკავშირეებმა და ჩემბერლენმა და იგივე დასავლეთმა შეიძლება ითქვას. შესაბამისად, თავარი საკითხი ის არის, რომ ერთი მხრივ ეს შეიძლება ამერიკის check and balance სისტემამ დააბალანსოს და შეიძლება პოპულისტური განცხადებების მიღმა თლად ასე არ გადავიდეს ტრამპის საკითხი, თუმცა მეორე მხარე არის, ტრამპი არის შეზღუდული მანდატი და დროით მოსული. და ამერიკა სწორედ იმით განსხვავდება რუსეთისგან, ჩინეთისგან და სხვა ქვეყნებისგან, რომ თუნდაც ტრამპი იქ არის შეზღუდული ერთი და მეორე შეზღუდული ვადით მოსული. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ამ ვადაში უნდა მათ შორის ვიყოთ ძალიან ფრთხილად და ყურადღებით. აქ იზრდება ერთიანი ევროპის როლი, როგორც მათ შორის სამხედრო პოლიტიკური ცენტრის, რომელიც რეალურად იღებს ამ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე. ერთი მხრივ ბრიტანეთი და საფრანგეთი ბირთვული იარაღის მიმართულებით, გერმანია პრაქტიკულად აბრუნებს შეიარაღებულ ძალებს, რაც არ ქონდა მეორე მსოფლიო ომის მერე, იაპონია ზუსტად იგივე შვება, ასე რომ არ არის მხოლოდ და მხოლოდ შეერთებული შტატები აქ საკითხი, ისიც შეერთებული შტატები არ არის მხოლოდ ტრამპი. მოდით ამაზე შევთანხმდეთ. ეს ჩინურ კომპანიასთანაც თავი აქვს შეკავებული ქართულ ოცნებას, ჯერჯერობით არ გაუფორმებია საბოლოო შეთანხმება. არ გაუფორმება ხო, მაგრამ ინიციატივა არის ის გააფორმებს თუ არა. ქართულ ოცნებას ისე ოპერატორი კომპანია უნდა იყოს, თქოს ბელგიური კომპანია, რომელიც შეიძლება ეს კონტრაქტი არ ჩედეს. გიორგი, შენ როგორ ფიქრობ? არის ასეთ ვითარებაში შანსი, რომ ქართულმა ოცნებამ უბრალოდ რაც უნდა ის გააკეთოს ამ ქვეყანაში? ბევრი რაღაც ხდება დამოკიდებული თურქეთში მიმდინარე პროცესებზე.
თუ თურქეთში ჩამოყალიბდა სრულყოფილი ავტორიტარიზმი, მაშინ ეს ავტომატურად, რა თქმა უნდა, იქონიებს ნეგატიურ გავლენას საქართველოსაც. ასევე რეგიონში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი საკითხები დამოკიდებულია ირანთან ურთიერთობებზე. იგივე ტრამპმა დრო მისცა აიათოლას რეჟიმს იმისთვის, რომ ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმდეს და ახალი შეთანხმება დაიდოს ბირთვული კონტროლის. ამაზე ირანიდან პრინციპში უარყოფითი პასუხი არის, რაც ნიშნავს ასევე დაძაბულობას ამ მხრივ. ჩვენ ასევე ხედავთ სამწუხაროდ, რომ აზერბაიჯანი არ მიდის, ასე ვთქვათ, სომხეთთან აი ამ ხელშეკრულების, მშვიდობის ხელშეკრულების დადებაზე. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ტრანსფორმაციის, დემოკრატიზაციის ამ რეგიონში შესაძლებლობა მნიშვნელოვნად დაკლებულია ამ მომენტში. 3+3 გაცილებით უფრო დომინანტურია აქ. ამ ჭრილში ხდება რელევანტური ის, რაზეც ქალბატონმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს ლიეტუვას სეიმში ისაუბრა პრინციპში. მან აღნიშნა, რომ საქართველოს როლი არა მხოლოდ შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის და კავკასიისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, მათ შორის სომხეთიც აღნიშნა პრეზიდენტმა, არამედ ასევე ცენტრალური აზიის რესურსების და ტრანზიტის მიმართულებით. შესაბამისად, თუ ამ კუთხით შეერთებული შტატები, როგორც ძალიან სწორად აღნიშნა ბატონმა ჩიტაძემ, რომ მას გეოეკონომიკურად დასჭირდება კავკასიაში, ევრაზიის ცენტრში, ცენტრალურ აზიასთან, სომხეთისკენ მისასვლელი კომუნიკაციების გზა და თუ ეს გზები ხედავს შეერთებული შტატები, რომ საფრთხის ქვეშ არის ჩინეთისთვის გადაცემით და რა თქმა უნდა ანაკლიაში პრაქტიკულად გადაცემული არის, ეს საკითხი გადაწყვეტილია და შესაბამისად საფრთხე მაინც ემუქრება შეერთებულ შტატებს. ეს ვარიანტი ნებისმიერ შემთხვევაში არ აწყობთ. ამიტომ თუ ჩვენ ნახავთ პანამაში რაც მოხდა, პანამაში უკვე ჩინური კომპანიები იყვნენ შესული და BlackRock-ი ამას რო ყიდულობს რეალურად, ეს არის გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება და არ არის ფინანსური გადაწყვეტილება. ამიტომ თუ ტექნიკურად ტრამპი მოახდენს გადაწყვეტილებას აქვს და ზეწოლას მოახდენს რეჟიმზე იმისთვის რომ იგივე ანაკლია პირველი ნაბიჯი გახდეს სადაც უკან დაიხევს თუნდაც ეს რეჟიმი ეს აუცილებელი არა რეჟიმის ცვლილებამდე მოხდეს ანაკლია არის კარიბჭე საქართველოსკენ და კარიბჭე ამ მთელი რეგიონისკენ და საქართველოს და სომხეთის დემოკრატიზაციის და მე ფართო რეგიონის დემოკრატიზაციის შესაძლებლობა სწორედ ამიტომ თუ ან გეოეკონომიკურად აქტიური იქნება არა მხოლოდ შეერთებული შტატები უნდა ვთქვათ რომ მაგალითად საფრანგეთსა და ყაზახეთს შორის დადებულია ძალიან სერიოზული შეთანხმება ბირთვული საწვავის მიწოდების მიმართულებით ყაზახეთიდან როგორ უნდა მოხდეს რა ტერიტორიებით ეს აქ საქართველოს როლი უდიდესია შესაბამისად იგივე ევროპასაც ექნება თავის წვლილი ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ის რაც გააკეთა გერმანიამ გუშინ სანქციები ეს ვიდეო და ამაზე ახლა მეკითხა უნდა გაგრძელდეს ეს ზეწოლა გერმანიის მხრიდან სანქციები რამდენად მნიშვნელოვანია და რამდენად შეიძლება მოახდინოს მართლაც გავლენა საქართველოს ხელისუფლებამ. ნუ ჯერჯერობით ისინი არ იმჩნევენ ამ სანქციებს. უნდა იყოს იმ მასშტაბის, უნდა ეს პროცესი გაგრძელდეს გერმანიის მხრიდან. შეერთებულ შტატებთან ძალიან აქტიური მუშაობა საჭირო. ერთიან ახალ ძლიერ ევროპასთან მუშაობა იმისკენ და 31 მარტის უდიდესი მანიფესტაცია, რომელიც თბილისში დაანონსებულია ქალბატონი პრეზიდენტის და მთელი პოლიტიკური ესტაბლიშმენტის ჩვენი ლიდერების მიერ ცხადია ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია რომ გაცოცხლდეს პროტესტი ხალხის გაზაფხული მოვიდა ასეთი ლოზუნგით არის ეს პროტესტი იმისთვის რომ ეს პროცესები ამ პროცესებმა გამოიწვიოს ახალი ყურადღება საქართველოს პროტესტის შედეგი რა შეიძლება იყოს ხო დღეს სულ არის ეს კითხვა იმიტომ რომ ამდენ ხანი გრძელდება და შედეგი ჯერ ის არის რომ ხალხს უფრო მეტ ადამიანს აპატიმრებენ, უფრო მეტ ადამიანს აჯარიმებენ, უფრო მეტ რეპრესიულ კანონებს იღებენ, ჭანჭიკებს უჭერენ და ასე შემდეგ. შედეგი პირველ რიგში არის ეს საერთაშორისო სანქციები ამ ყველაფრის ამ პროტესტის შედეგი არის და ქართული ხალხის ბრძოლის, მაგრამ ამავდროულად ჩვენ უნდა გვესმოდეს რომ ეს არის დილეგიტიმაცია ამ ხელისუფლების ხელისუფლება უზურპირებული ძალის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთ სიტუაციაში ჩვენ არასდროს ყოფილი ვართ. მე ვფიქრობ, საზოგადოებას კიდე დრო ჭირდება იმისთვის, რომ მთლიანად გაიაზროს საერთოდ სადვიმყოფებით. არაღიარებული სანქციების ქვეშ მყოფი ეგრეთ წოდებული ხელისუფლება, რომელსაც შეჩერებული აქვს ევროკავშირში ინტეგრაცია და სტრატეგიული პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან, ეს იმხელა ამბავი არის, რომ ამას გარკვეული დრო სჭირდება, რომ ეს მთლიანად გააზრებული იყოს, მაგრამ პარალელურად
რა თქმა უნდა, ეს პროტესტი ასევე მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ შეკვეთა იყოს პოლიტიკური და პოლიტიკური შეკვეთა დღეს ამ შეკვეთას პოლიტიკური სპექტრი ვერ პასუხობს. შეკვეთა არის ძალიან მკაფიო და მე ვფიქრობ 31 მარტს სწორედ ეგ გამოიკვეთება კიდევ ერთხელ, რომ ჩვენ გვჭირდება მონოლითური ერთობა იმისთვის, რომ ამ ავტორიტარიზმს დაუპირისპირდეთ და ამის მკაფიო მაგალითი არის თურქეთი. 48%-ის მქონე წინა საპრეზიდენტო არჩევნებზე რესპუბლიკურმა სახალხო პარტიამ პრაქტიკულად დაამარცხა თითქმის ერდოგანი, მაგრამ დღეს არის ძალიან სუსტი განადგურების პირას, ანუ ერდოგანი აპირებს მთლიანი 50%-იანი დაჭერილი ყავს თავარი კონკრეტულად. დიახ, და სწორედ ეს არის, რომ იქ არის უძლიერესი ქემალისტური პარტია, ხო და ვერაფერს ვერ უშვებიან, ხო და ჩვენთანაც ასე შეიძლება განვითარდეს. აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან იქ არის ერთობა, რადგან იქ არ არის ესე გაყოფილი პოლიტიკური ველი. არის პოლიტიკური ლიდერი, თუნდაც ციხეში, მაგრამ ის არის ფიგურა, რომელსაც შეუძლია ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა. ეს არის სიძლიერე. ერდოგანს ესე მარტივად ამის გაკეთება არ შეუძლია და ჩემი ერთადერთი აქ დასკვნა არის ის, რომ ჩვენ რადგან არ ვგავართ დღეს თურქეთის ამ მოცემულობას, 4 პარტია არის ჯერ კიდევ სხვა პატარა პარტიები, ქალბატონი პრეზიდენტის ლიდერობა პოლიტიკური და მომავალი როგორც მომავალი ალბათ პრემიერ-მინისტრის ან გარკვეული ლიდერის, ხო? იმიტომ რომ ლიდერი ნიშნავს პრემიერ-მინისტრს ჩვენი კონსტიტუციის მიხედვით. უნდა განისაზღვროს რას ვაკეთებთ. იქ ძალიან გასაგებია, რომ სტამბულის მერი ექრემ იმამოღლუ არის პოტენციურად პრეზიდენტი და ამაზე თვითონ საუბრობს. ვინ არის ჩვენი პოტენციური პრემიერი? პოლიტიკური შეკვეთა რომ შესრულდეს, გვჭირდება რომ პოლიტიკური ლანდშაფტში ეს გამოიკვეთოს ბოლომდე და ხალხს კონდეს რწმენა ვინ იბარებს პასუხისმგებლობას ქვეყანაზე, რომ შეძლებენ შეინარჩუნონ მშვიდობა, მათ შორის რუსეთის მიმართულებით, სადაც საფრთხეები ნამდვილად არსებობს, თუმცა ამავდროულად რომ ჩვენ ვიცოდეთ, რომ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენ ყველანი ვართ ერთიანი. არ შეიძლება იყოს დაყოფილი. ჩვენ რასაც ხედავთ, კი ერთმანეთს რო აკრიტიკებდნენ ბოლო კვირების განმავლობაში ეს პოლიტიკური პარტიები, ეს არის მიუღებელი. სწორედ თურქული მაგალითი გვიდასტურებს, რომ ჯერტი გვიდასტურებს, რომ ადგილობრივ არჩევნებზე გამარჯვება არაფერს არ ნიშნავს, ამიტომ ადგილობრივი არჩევნების თემა მგონი ამით დახურულია, იმიტომ რომ დააკავეს მერები, მოხდეს თანამდებობიდან და რა, ანუ თუნდაც თუ გაიმარჯვებს ოპოზიცია ოქტომბერში ამ არჩევნებზე აზრი არ აქვს. შესაბამისად შეკვეთა გასაგებია. გასაგებია, ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, ყველა გადაცემას ასე ვასრულებ, იმიტომ რომ პარტიას ბევრი რამ გაურკვეველია. გიორგი ტუმასიანი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ნიკა ჩიტაძე, ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში.